გარემოს დაცვით სამართალ დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით მედია ჰოლდინგ კვირას პრეს-კლუბში პრეს-კონფერენცია გაიმართა. Როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ აღნიშნა, სანქციების გამკაცრება ქვეყანაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებმა და ბრაკონიერობამ განაპირობა. მისი განცხადებით, მიღებული კანონახსრულებითი ცვლილებები აღნიშნულ პრობლემასთან ერთად ასევე ეხება სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება და ასე შემდეგ. მაია ჩხობაძის განმარტებით, უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტებზე შეტანილი ცვლილებები და ფულადი ჯარიმების გამკაცრება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. Როგორც მან აღნიშნა, ფულადი ჯარიმები გაორმაგდა და სისხლის სამართლის პასუხისგება გამკაცრდა. ცვლილებები შეეხო როგორც უკანონო ტყით სარგებლობას, ასევე ბრაკონიერობას და ბრძოლას. ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმა გამკაცრდა, გაორმაგდა და გახდა 2000, ნაცვლად 1000-ისა, ხოლო განმეორების შემთხვევაში გახდა 5000. რა თქმა უნდა, საჯარიმო თანხას თან ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, აქ ჯარიმა მნიშვნელოვნად გაიზარდა, 1000 ლარით გაიზარდა, 1500-ის ნაცვლად გახდა 2500 ლარი, მაგრამ მკაცრი დაცვის სტატუსის მქონე დაცულ ტერიტორიებზე, ისეთი როგორიც არის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ჭარბტენიანი ტერიტორიები და ბუნების ძეგლი და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის დაცულ ტერიტორია, ასეთ ტერიტორიებზე ჯარიმა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გახდა 6000 ლარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯარიმა იყო 500 ლარი და გახდა 2000 ლარი, ფაქტობრივად აქ გაუთხრმაგდა ჯარიმა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში ხელმცენარეების დაზიანება, მათი მოჭრა ან განადგურება. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ასევე არამხოლოდ ხე-ტყის უკანონო ჭრას, არამედ ტრანსპორტირების საკითხსაც. აქაც გაორმაგდა ჯარიმა, თუ ხდება ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის დადგენილი მოთხოვნის დარღვევა, როგორიც არის მაგალითად ხე-ტყის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტის გარეშე ან ხე-ტყის ფირნიშის გარეშე ტრანსპორტირება, შესაბამისი ფირნიშის გარეშე ტრანსპორტირება სამასალე ხე-ტყის, ამ შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდა და გახდა 2000 ლარი. გარდა ამისა, ცვლილება დაწესდა ახალი ნორმა მთავრობის განკარგულებების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მცენარეების გარემოდან ამოღებას კონკრეტული მშენებლობის პროცესში. თუ მიმდინარეობს რაღაც მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ დროს ხდება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გარემოდან ამოღება, დადგინდა ნორმა, ჯარიმა იქნება 500 ლარი და ამავდროულად ბუნებად მოსარგებლე ლიცენზიატების მიერ ანგარიშის წარმოუდგენლობაზე, რომელიც შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა ვიდრე დაუშვათ ხე-ტყის უკანონო ჭრა, ამ შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრა 500 ლარით. გარდა ხე-ტყისა, ცვლილებები შეეხო, როგორც აღვნიშნეთ, ბრაკონიერობასაც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მათ შორის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის. აღნიშნული ცვლილების თანახმად ისეთი აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, როგორც არის ელექტროდენი, ელექტროშოკი, თვითნაკეთი ელექტრონული მოწყობილობები, მომწამლავი ნივთიერებებით თევზჭერა პირდაპირ ხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანაზღაურება 320-დან 400 დღემდე, ან ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე.